მარნეულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 97.882.524 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტი შემდეგი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა. ინფრასტრუქტურის განვითარება 39.254.206 ლარი, დასუფთავება და გარემოს დაცვა 6.879.200 ლარი, განათლება 14.405.636 ლარი, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 11.876.411 ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 4.422.817 ლარი, მმართველობა, საერთო დანიშნულების ხარჯები 21.059.265 ლარი. თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. მარნეული ნიუსის ინფორმაციით დღეს დაახლოებით 12 საათზე შუახნის მამაკაცმა ცოლით ცივი იარაღით მოკლა. მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. არსებული ინფორმაციით ბრალდებული უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 119 მუხრით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე გააძევეს. კერძოდ ქვეყნიდან გააძევეს თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, რუსეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. სესმა ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. უწყების ცნობით ცხოველების დაკლა და გოჭების წვა თვითნებურად მოწყობილ სივრცელში ხორციელდებოდა. გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს საწარმო პროცესი შეუჩერდა და ჯარიმა დაეკისრა. საეჭვო წარმოების ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე დაძმის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ცხედრები კერძო სახლის მიმდებარედ იპოვეს. დაძმას ძალადობის კვალი არ აღინიშნება.